დილა მშვიდობის ანი დღეს განსაკუთრებით გავახარებთ იმ ადამიანებს, ვისაც მცენარეები და ყვავილები უყვარს და ნიკოლაი აგოპი არის ჩამოსული. კიდე შეგვიძლია უკრაინულად მივესალმოთ. Доброго ранку, ჩემგან არ მოგწონს? დილა მშვიდობის მოგესალმებით კოტე მაკო მივესალმებით GDS დილის ყველა მაყურებელს და ვეტყვი რომ დღეს აქვთ უნიკალური შანსი GDS დილის მეშვეობით მიიღონ ძალიან ძვირადღირებული მასტერკლასი ჩვენი სტუმრისგან, რომელიც არა მხოლოდ თაიგულების შესწავლას ასწავლის, არამედ სხვადასხვა საახალწლო აქსესუარსაც დაგვიმზადებს დღეს დილა მშვიდობისა. მოგესალმებით, доброе утро. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენთან მოსასვლელად. ქალბატონო ნანა რომ ავუხსნათ თავდაპირველად GDS დილის მაყურებლებს რაშია საქმე, რა მასტერკლასები ჩატარდება 3 დღის განმავლობაში ლისი ვერანდაზე. ჩატარდება მასტერკლასები ფლორისტიკაში. ეს არის უნიკალური შანსი და პირველი პრეცედენტია საერთოდ საქართველოში ესეთი რაღაცა არ მომხდარა. ჩამოვიყვანეთ ეს კაცი არის ნიკოლაი აგოპი, მოლდაველი და ჩამოვიდა რომ თქვათ ვასწავლოს უფრო განვითარდეს ფლორისტიკა. ეს 3 დღიანი მასტერკლასია, არის საახალწლო თემა. თემას ქვია ჯადოსნური ზამთარი და რა ვიცი ძალიან ლამაზ რაღაცებს გაგვაკეთებინებს. ესეთი ნივთები აქ შექმნილი ნამდვილად ჯადოსნურია. ხო, ნუ ეხლა პირდაპირ ეთერში ისეთ რაღაც გრანდიოზულს ვერ შექმნი, სამწუხაროდ დრო ცოტა გვაქვს, მაგრამ თვითონ მასტერკლასი იქნება არაჩვეულებრივი. თუ შეიძლება რომ გადავიდეთ და რომ მოგვიყვეს რას გავაკეთებ დღეს GDS დილის მაყურებლებისთვის. Что мы сегодня будем делать? Будем делать новогоднюю композицию, достаточно простенькую, со свечой, с атрибутикой Рождества и Нового года, плоды, фрукты и новогодние игрушки. Для этого у нас вазочка вот такая плетеная, как основа пенопласт, пеноплекс, который будет все укрепляться. Хвоя, тоже как символ Рождества и Нового года. И цвет, красный цвет, потому что красный цвет – это цвет Рождества. ხო, ეს არის საახალწლო კომპოზიცია, ნუ ძალიან მარტივი ამ წუთში, ლამაზი, ნუ გამოიყენებს ბუნებრივ მასალას და მინდა ვთქვა, რომ აღთოვანებულია ჩვენი ბუნებრივი მასალით, საერთოდ საქართველოში რაც მოიპოვება და რა ვიცი, არ შეიძლება საქართველოში იმდენი გვაქვს მასალა მართლა, რომ უნდა განვითარდეს ეს საქმე და თუ არის დაინტერესება ქალბატონო ნანა საქართველოში ფლორისტების და თუ აი მასტერკლასზე რამდენად აქტიურობენ ფლორისტები არ ჩაეწერნენ თუ არა? იცი რა მინდა გითხრა რომ რამდენად აი პირველად არის ეს პრეცედენტი ხო? კმაყოფილები ვართ მაინც იყო ინტერესი და ეს არ იქნება ერთჯერადად. ჩამოვიყვანთ კიდე, იმიტომ რომ რა ვიცი გვაქვს პრეტენზია იმაზე რომ განვითარდეს ეს პროფესია. იმიტომ რომ არის ქართულ ხალხში არის ამის პოტენციალი. და მე როგორც ვიცი თქვენ უკრაინაში გაიარეთ ხო მასტერკლასი? მე უკრაინაში ვიყავი ორჯერ ის უცხოელების მასტერკლასი და არ ვიცი იქ რამდენად იყო ქალბატონო ნანა მოთხოვნა იქ მოთხოვნა არის ნამდვილად აქტუალურია თუ არა ეს? აქტუალურია რა თქმა უნდა და ბევრად განვითარებულია და რატომაც არა საქართველოში უნდა განვითარდეს აუცილებლად, იმიტომ რომ თან ბუნებრივი მასალების თუ ხელს გვიწყობს და ჩვენი სტუმარი აღფრთოვანებული აუცილებლად უნდა განვითარდეს. მოდი რომ მოგვიყვეს, ანუ პირველ რიგში რა გავაკეთეთ და ანუ რას გავაკეთებთ ახლა რომ აგვიხსნას ჩვენი მაყურებლებისთვის, რომ იქნებ მათაც შეძლონ მსგავსი ნივთების გაკეთება სახლში. Скажите, что мы сейчас делаем? Мы укрепили на шпильках хвою. Сейчас мы задекорируем свечку. Для этого мы сделали такое проволочное კრიბლინი. სანთელზე უნდა დავამაგროთ რაღაცა მავთული, რომელთაც ჩავამაგრებთ უკვე ნაძვის ტოტებში სანთელს. და რითი არის გაკეთებული ეს ბურთი თვითონ? ეს არის ბუნებრივი მასალა, ესეთი დაწნულია, ესე ნუ უფრო ანუ რაღაცა ხის მაგვარი ეს ყველაფერი ბუნებრივია, უბრალოდ შიგნით არის პენოპლასტი და ეს დაამაგრა, ეს წიწვები. ჩამაგრებს სანთელს. ისეთ რა მე მინდა გავაჟღერო კიდე რომ ეს მასტერკლასი ტარდება ლისი ვერანდაზე. ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ სტუდიო პროვანსმა, რომელიც კეკელიძის 5 ნომერში მდებარეობს და ძალიან დაგვეხმარა ლისი ვერანდა ამის ორგანიზებაში. და ნებისმიერ მსურველს თუ აქვს საშუალება რომ მოვიდეს თქვათ ლისი ვერანდაზე და დაესწროს მასტერკლასებს. კი, რა თქმა უნდა, 3 დღე იქნება, დღეს ხვალდას ეგ. დიახ. და რა ვიცი ხომ მსურველებს ვისაც დააინტერესებს. თუ შეიძლება რომ ვკითხოთ, ძირითადად რაზე მუშაობს
ანუ თაიგულებზე, რამე აქსესუარების შექმნაზე, ბატონი Якоби, თუ რას აკეთებს ძირითადად? Спрашивают вы, в основном на что работаете, на какие материалы? Стараюсь в эти праздники использовать природные материалы. Ну, естественно, без новогодних игрушек мы не обойдемся, но основная масса это природные материалы. Это традиционно, это приходит из Рождества, из европейских, в принципе, традиций. Не знаю, насколько эти традиции были сильны и есть сильны в Грузии, но в европейской части это очень сильно. И праздник Рождества – это то, что человек накопил за весь осенний период для того, чтобы перейти зиму. И вот эти все фрукты, продукты, там всякие снопики, вязанки, они используются в этих работах. მან ზერთად ბუნებრივ მასალას ბუნებრივ მასალა კი და ეს მასალები საქართველოში მოიპოვეთ თუ ჩამოიტანეთ სპეციალურად უკრაინაში? იქ რა არის რაღაცა ტექნიკური მასალა, რომელიც ჩვენთან არ მოიპოვება სამწუხაროდ ჩამოიტანეს, მაგრამ ბუნებრივი მასალა ჩვენ აქ აი გეუბნებით ეს კედარის გირჩია, რომელიც არის ძალიან ლამაზი და თქვა რომ ჩვენთან ესეთი გირჩები არ არის. ანუ საქართველოში რაღაცა განსხვავებული წარმოაჩინა. ძალიან კარგი. უკვე შედეგს თუ რა გამოვა ჩვენი აქსესუარისგან, საახალწლო აქსესუარისგან, ამას ჩვენი მეორე ჩართვიდან გაიგებს GDS დილის მაყურებლები, ამიტომ ახლა დაგემშვიდობებით და ძალიან მალე დაგიბრუნდებით ძალიან ლამაზი ნივთებით.